და იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვით არცა სახიერარს და კაცთ მოყვარე. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღგვესულებინა საღვთო ლიტურგია და ვზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ ჩვენი ზეციერი მფარველის, ჩვენი სამშობლოს ზეციერი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. შეგვეციოს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სოფლებს, ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სამშობლოს შეეწიოს სულიერი და ფიზიკური სიმხნევის მოპოვებაში. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც თითქმის აღარ არსებობს სიმართლე და ჭეშმარიტება. ადამიანს რო გინდოდეს, რომ სადმე სიმართლე იპოვო, ძალიან გაგიჭირდება. თქვენ ვერ დამისახელებთ მე ვერცერთ ადგილს, ვერცერთ ბოდიშით ამ ტექნიკური იმისთვის, რომ გასაგები იყოს, ვერცერთ ინსტიტუციას, სადაც ადამიანები არიან დღეს, რომელიც უტყუარად იმსახურებდეს ნდობას იმისას, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება არის იქ. და აი, ჩვენ ქრისტიანები ფიქრობთ ამაზე, ცხოვრობთ და ვიძახით, რომ რა გავაკეთოთ. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ეს სიმართლე და ჭეშმარიტება ძნელი მოსაპოვებელია, იმიტომ რომ დღეს სამყარო ისე არის პატივაყრილი. აი, როგორ გითხრათ, იცი, გარეგნულად კი შეფუთულია სილამაზით. ისე იგი ლამაზ-ლამაზი რაღაცა შენობებითა და ცათამბჯენებით და ისე იგი პროგრესით, რომელიც არის ტექნოლოგიური გინდა თუ სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ადამიანი უკვე ისე იგი კოსმოსის დაპყრობა დაიწყო, მარსზე გაფრინდა და ასე შემდეგ. და თუ კი მის შინაარსში და შინაგანში ჩაიხედავ, რითიც ფასობს ზოგადად ადამიანი და სამყარო, სადაც უნდა იყოს სიმართლე და ჭეშმარიტება, ამისგან საერთოდ მოკლებული არის. პატივაყრილია დღეს ადამიანის სამწუხაროდ. დღევანდელი ადამიანის აზროვნება ძალიან პატივაყრილი არის. და ეხლა მე ვიტყვი უბრალოდ, აი, ჯერ პრობლემა დავაყენოთ და მე როგორ უნდა გამოვიდეთ დღევანდელ დღესასწაულიდან გამომდინარე ამ პრობლემიდან. არც ერთი ადამიანის გარკვეულწილად აი ქმედებები, არც ერთი ადამიანისა, ადამიანის სამყარო შეგულისხმობ, აი დაფიქრების გარეშე მიღება არ შეიძლება. აი თუ კი ადამიანი ფიქრობ, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე გინდა იყოს შენთან და სიმართლეს გინდა რომ ემსახურო და ჭეშმარიტებას გინდა რომ ემსახურო. სიმართლე მოკვდა, აი დამიჯერეთ, აი თითქმის მკვდარია. იცოდეთ, აი სიმართლე არის მკვდარი. ჩვენ ცხოვრობთ, აი თუ გინდა იცოდეთ დღეს რა პერიოდში ვცხოვრობთ, დღეს ვცხოვრობთ, ასე ქვია, პოსტ-სიმართლისა, ანუ სიმართლის მერე მდგომარეობაში, ანუ სიმართლე დაკარგულია თავიდან ბოლომდე. დღეს ადამიანები თავიდან ბოლომდე სიმართლეს აღარავინ არ ეძებს, დაკარგულია და პოსტ-სიმართლის მდგომარეობაში ცხოვრობთ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ტექნოლოგიებიც, ამ ყველაფერს დიდად ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის გამო, ისე იგი იმას, აი ამას წინათ მაგალითს მოგიყვანთ, ისეთი გაკეთებული იყო ვიდეო, რომ სასულიერო პირებიც კი შეცდნენ. ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო გამოყვანილი, რაღაც აზრს ამბობდა და გააზიარეს სულ ყველამ, რომ აი ნახე რას ამბობს ეს სასულიერო პირი, ანუ კარგ რაღაცას ამბობდა. მერე ახალგაზრდებმა და იმათმა იმასაკნეს, რა ქვია, მიუწერეს, რომ რას ამბობთ კაცო, რებს აზიარებთ, ხელოვნური ინტელექტისგან არისო შექმნილი. ანუ ნახეთ,
ხვალდაზე ისეთი რამე შეიძლება გამოვიდეს, თან ყველა ხო სოციალური ქსელი ცხოვრობ. ჩვენ ხო უკვე ერთმანეთთან აღარ ურთიერთობ. იქ არის ყველაფერი, სადაც წყდება ყველაფერი. იქ წყდება ტყუანმართალი, იქ წყდება ადამიანის ადამიანობა. გადაგვიტანეს, როგორც იქნა, ბევრი ეცადნენ, მაგრამ მაინც შეეცადნენ და გადაგვიტანეს იქით და რა, იქ ირჩევა ტყუანმართალი. იქ არის ვინ უფრო მაგარი, ისე იგი მორწმუნეა, ვინ უფრო მაგარი, ესე რომ ვთქვათ, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო ჭკვიანია და ასე შემდეგ. იქ წყდება ყველაფერი და ერთმანეთთან ურთიერთობა დაგვაკარგინეს და დავკარგეთ და ნახეთ სიმართლე დაიკარგა საერთოდ. ანუ ჩვენ ცხოვრობთ, აი აზრობრივად დილით რო გაიღვიძებთ, იცოდეთ დილით რო გაიღვიძებთ, ეგრე უნდა იფიქროთ, როგორ სამყაროში შედიხართ. თქვენ შედიხართ სამყაროში, სადაც თითქმის სიმართლე არ არის. სიმართლე არ არსებობს თითქმის. ყველანაირად ობიექტურია და სუბიექტურია ეს სიმართლე. ვერავინ ვერ იტყვის, აი ნახეთ, მე ამას ვემყარები და ამიტომ მართალი. იმიტომ რომ სხვა რამეს ემყარება და ის იძახის რომ მართალი. ვერ იტყვის ადამიანი, ანუ ჩვენ არ ვიცით რას დავემყაროთ, რომ მართლები ვიყვეთ. დღეს ადამიანი ამ დღეში აი იძახის, აი რას დავემყარო ხალხო, მითხარით რომ აი მითხარით განმისაზღვრეთ რომ აი მას თუ დავემყარები და გამომდინარე აქედან ვიმსჯელებ, მაშინ მე მართალი ვიქნები. ხვალ ეს სიმართლე სწრაფად იცვლება. თვითონ ვინც ეს სიმართლე თქვა, თვითონ ეცვლის თავშივე მის ნათქვამს. მე მეგონა ეგრე. იმიტომ რომ ისიც განვითარდა და სხვა მხრივ წავიდა. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქრისტიან ადამიანს აი მდგომარეობაში ყოფნა, აი ჩვენ ყველაზე საშინელ მდგომარეობაში ვართ ამ დროს. ანუ პატივაყრილი სამყაროა და სადაც ქრისტიანი ადამიანი მაინც იბრძვის იმისთვის, რომ სიმართლე კონდეს და ჭეშმარიტება. დღეს როგორი რაღაცაა, იცი? სიმართლე კი არ არის. დღეს არის ვის რა აწყობს. ანუ ვის რაც აწყობს, იმას ლაპარაკობს, ის არის მისი სიმართლე. ანუ სიმართლეს კი არ იმაში, აი ნახეთ, თან ამტკიცებს რომ სიმართლე. დღეს ვისაც რა აწყობს, იმას ლაპარაკობს. ის და ნახეთ როგორ არის დამაჯერებელია ზოგ შემთხვევაში. ვიღაც ლაპარაკობს დამაჯერებელია, მე ვლაპარაკობ დამაჯერებელია და დაბნეულია ადამიანი, ხო? ეხლა მინდა რომ კრიზისი შეგიქმნათ და მე გითხრათ როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან. ანუ მინდა რომ ჩავიდეთ ჩვენს გულის ჯოჯოხეთში და მივხვდეთ ამას, რომ ფაქტობრივად სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სიმართლე არ არის. და სადაც ხო ხედავთ როგორ მოხდა არა, დღეს უკვე ადამიანს იმის განცდაც არ აქვს, რომ უკვე ეჭვი შეეპარა ეკლესიაშიც ეჭვი ეპარება, ხო? ხალხში არის უკვე, ხო? გადახედეთ უკვე, რომ სწორად იქცევა თუ არა. ნახეთ, რამხელა განსასწრებელი გვაქვს. აგერ უკვე მოხდა რაღაცა ის, რომ უკვე უნიის ის დადგა, ხო? კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის რაღაცა უკვე ესეთი ურთიერთობა მოხდა. ხო უნდა იცოდე ქრისტიანმა ადამიანმა, ანუ საიდან რას დაემყარო, რომ სწორი თქვა, სწორი სიმართლე თქვა, რომ გამართლდე და არ დამძიმდე. აი დღეს მაგალითად უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, თითქოს სიმართლისთვის მებრძოლი, მაგრამ დაღლილი. ფსიქიკა უკვე გადაღლილი აქვს, ანუ როგორ არის, იცი? აი ადამიანი კი რაღამ წაიქცეს. იბრძვის, ანუ გარკვეული სიმართლისთვის კი იბრძვია, მაგრამ გადაღლილი არის ადამიანი. ანუ აი უკვე გამოეცალა, რატო იცი? იმ მეთოდით ბრძოლობს და იმ რაღაცა იმხელა, ესე რომ ვთქვათ, აი მექანიზმს ებრძოლება, ვარდება. ვერ შეძლებს ადამიანი, მიხვდით, ვერ შეძლებს ამით გამკლავებას. იმიტომ რომ დღეს ყველანი ცხოვრობენ, კიდე გეუბნებით, არა იმითი სიმართლე რა არის, რომ შენ რომ ვინმე სიმართლე მიუტანო, კი არ გეტყვისო, ხო, მართალი ხარ შენ. ამას კი არ გეტყვის. ის გეტყვის, რომ რავი, გვაწყობს ეგ სიმართლე. მოდი შევიკრიბოთ, აბა ვიმსჯელოთ, ეს სიმართლე გვაწყობს. ესე წავსდგეთ ახლა საზოგადოების წინაშე, ესე ვთქვათ თუ ისე ვთქვათ. ნახეთ, ანუ ფაქტობრივად ადამიანის შინაგანი ღერძი, რაზეც ის უნდა ემყარებოდეს და სიმართლე საიდან გამომდინარეც უნდა საუბრობდეს, საერთოდ პატივაყრილია, დაკარგულია საერთოდ თავიდან ბოლომდე. სიმართლის წყაროს გამქრობასთან ერთად რა გამოიწვია, იცი? სიმართლის მეძიებელი ადამიანიც აღარა. დაიღალა ადამიანი რა. ერთს დაემყარა და იმედი გაუცრუდა. იმას დაემყარა და იმედი გაუცრუდა. თვითონ დაიწყო ძიება და ვერაფერს ვერ მიხვდა. ანუ საბოლოო ჯამში ბოროტმა სულმა ისე გააკეთა, რომ ადამიანი იმდენად პატივი აყარა ადამიანს, რომ ანუ სიმართლის მთქმელი ხო არ არის ვინმე და სიმართლის მეძიებელიც არ არის და ანუ როგორ მდგომარეობაში, რაც გინდა ილაპარაკე.
რაც გინდა თქვი, რაც გინდა ილაპარაკე, მოკლედ თავარია შენ გაწყობს ეს, რომ ესე ისაუბრო და ასეთ მდგომარეობაში იყვეს. და ეს უკვე იმ წყაროებმაც იციან, რომ სიმართლეს არავინ არ ეძებს. გამიგე? ყველა მიცის. იტყვის რაღაცას, ვინც გინდა იყოს, ვინც გინდა იყოს. იტყვის და აზრი არ აქვს, იცის რომ ხალხი მოკლედ სიმართლის მაძიებელი აღარ არის. აღარ სიმართლის მთქმელი, ის ადამიანი, ვინც მართლა ფიქრობს ჭკვიან, ისა შინაგანად ფიქრობს, რომ მე ვინმე არ მოვატყუო რა. დღეს გინახავთ ვინმე ადამიანი, ვინც ჩაფიქრდა და თქვა, მოდი, ისე იგი რაღაცა ვეცდები, არ მოვატყუო ეს ხალხი რა. მეშინია რა, მეშინია უბრალოდ ეს რაღაცა რომ ან დავწერო, ან რო თქვა, გინახავთ ბოლოს ვინმე ესეთი ადამიანი, ვინც უბრალოდ დილიდან გაიღვიძა და თქვა, რომ ვაიმე ღმერთო, ეხა დღეს ისე გამავლეინე ეს დღე, რომ ჩემი სიტყვით, ჩემი საქმით არავის შეცდომაში არ შევიყვანო. არავინ, ისე იგი, არავის არ მოვატყუო, არავინ არ დავაყენო შემთხვევით, ნებსით, უნებლიეთ, ისე იგი, წარწმედის გზაზე. არავინ დავაყენო არასწორ გზაზე. არ არის ადამიანი ასეთი. დღეს ყველა, ნახეთ როგორ მდგომარე, ამიტომაც ქაოსია. ამიტომაც საშინელება ხდება დღეს სამყაროში და რაც ხდება ომები, უბედურება და დაპირისპირება ადამიანებს შორის, ეს ლოგიკურია, ეს ბიბლიურია. ეს ესეც უნდა იყოს. მაგრამ ნახეთ რატომ კეთდება ეს? აუცილებლად მოვა ვიღაცა, ვინც ამ ქაოსს და ვინც ამ დაშლილ სიმართლეს უმკურნალებს ჭყალებში. მოვა ვიღაც და იტყვის, მოდი თქვენ ვერ იგდებით ამ სიმართლიდან გამომდინარე და მე გეტყვით, რა არის სიმართლე და როგორ უნდა იყოს. ეს არის ანტიქრისტეს სული. ანტიქრისტეს სული მოვა და იტყვის, რომ თქვენ დაანებეთ ამას თავი უკვე. ხო ხედავთ თქვენ საერთოდ ერთმანეთთან ურთიერთობაც კი არ შეგიძლიათ. დაანებეთ საერთოდ ამას თავი. ეხლა მე გეტყვით რა არის სიმართლე. და გადაღლილი, ნახეთ, რა მინდა დააკვირდით ამას ამ სიტყვებს. გადაღლილი, გადაქანცული, შინაგანად ფსიქიურად მოკლედ შეშლილი და თაღლილი ადამიანი, ოღონდაც ვინმე ამოასუნთქოს, დაყაბულდება და მიეტყვის, რომ ოღონდაც გააჩერე რაც ხდება, ოღონდაც შეაჩერე ეს უბედურება რაც ხდება, ოღონდაც ეს ტკივილები, რომელიც შინაგანად გვაქვს და ეს უნდობლობა, რომელიც შინაგანად გვშლის და საერთოდ განადგურებს, ოღონდაც ეს მოაჩერე და რამე იმედი ჩასახე ჩვენში, რაღაცა იმედი, რომ ვისაც დავემყარები და თანახმა ვართ ყველაფერს. კაცობრიობა საიდკენ მიდის. საიდკენ მიდის ზოგადად დღეს კაცობრიობა. ამიტომ ქრისტიანი, ეხლა ნახეთ, ეკლესია უკვე. ეკლესია და მთავარი ვინც არის? ერთი ქრისტიანი ადამიანი, მე, ჩვენ ქრისტიანი ადამიანი ვსვავთ კითხვას. ყოველ დღე ღმერთისკენ ააპყრობ ადამიანი, ცრემლით უნდა ევედრებოდე ამას რა. ღმერთო, სად არის ეს ადგილი, სადაც ჭეშმარიტება იქნება? ვიცი და ვხვდები, რომ თუ ეს არ მექნება, გავნადგურდები. თუ ეს არ მექნება იმ სულისკვეთებას, რაც არ უნდა ამხსარებელი და მაზიარებელი ვიყო, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენს თქვი ესეთი რამე, რომ ისე იგი მართლებიც კი ცდუნდებიან. ვინ არიან ეს მართლები? ამხსარებელ მაზიარებელი ადამიანები, მათ შორის სამღვდელო პირები, სასულიერო პირები, რომლებიც ამას ვერ გაუძლებენ. და ეხლა ვსვავ კითხვას ყოველ დღე გავიღვიძე და მე მაგალითად ვსვავ კითხვას, ღმერთო, გევედრები, მანახ სად არის ეს სიმართლე, რას დავემყარო, ჭეშმარიტება სად არის? და იმ წუთში წმინდა წერილიდან მოდის ქრისტიან ადამიანს. მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ ჭეშმარიტება. რომელიც შემომიდგეს მე, არ აიხილოს სიკვდილი უკუნისამდე. აქ უკვე ქრისტიანი ადამიანი იძახის, ქრისტეშია ეს ყველაფერი. ქრისტეში უნდა ვეძიო ეს ყველაფერი. ახლა ვსვავთ კითხვას და გადავედით დღევანდელ დღესასწაულზე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე. თქვენ იცით, რომ გადამოცემით ესე არის, მაგრამ არ დასტურდება, რომ ვიცოდეთ ის, რომ უბრალოდ გარდამოცემა ესეთი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეიყვანეს საკურთხეველში, წმინდათა წმინდაში, ძველი აღთქმის. ძველი აღთქმის წმინდათა წმინდაში დღეს სამოციქულოში ებრაელთა მიმართ წავიკითხეთ და წელიწადში ერთხელ მარტო მღვდელმთავარი შედიოდა. წელიწადში ერთხელ მაშინ იხსნებოდა და იცით აღთქმის კიდობანი იყო იქ. იყო ებრაელთა ერის ყველაზე დიდი, ძველი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდე. ეს იყო
მოკლედ მანანა, ეს იყო არონის კვერთხი, რომელიც განედლდა, ეს იყო მანანას, რომელსაც ჭამდნენ მოკლედ ისინი, ეს იყო ფიქალები, საიმისა 10 მცნების ფიქალები, ესენი იყო იქ მოკლედ შენახული და იქ წელიწადში ერთხელ შედიოდნენ მოკლედ მხოლოდ მღვდელმთავარი. მაგრამ აქ დავანებოთ ამას თავი, სად შევიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა წმინდათა წმინდათაში და რას ნიშნავს? ჩვენი მართლმადიდებლური ტაძრები ცით 3 ნაწილისგან შედგება, ხო? სტოა, შესასვლელი, აი არბუზ ტაძარს აქვს შესასვლელი, შემდეგ ცენტრალური ტაძარი და საკურთხეველი. სტოა ეს არის ძველი აღთქმა. შუა ტაძარი ეს არის ახალი აღთქმა და საკურთხეველი ეს არის სასუფეველი. უკვე რაც გველოდება წინ. ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა სად? სასუფეველში. სად შევიდა? მაცხოვარისა და როგორც იძახის, სასუფეველი თქვენს გულშია. ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დღეს რა დაგვანახა ყველაზე მთავარი ცით? ხალხო, სიმართლე სადაც უნდა ეძებოთ არის სად? წმინდათა წმინდათაში და არის ქრისტესთან შეხვედრაში და სად უნდა შეხვდეთ ქრისტეს? გულში. ანუ ადამიანი, რომელმაც ეს არ იცის და ადამიანი, რომელმაც ეს ამას არ ანხორციელებს და ღმერთს თავის გულში არ ეძებს და იმ ჭეშმარიტებას, სიცოცხლეს და სიმართლეს, რომელიც გულში ღმერთი აუწყებს მას, იმას არ ემყარება, ყველა დაივნებით. დაიღლებით, ეს წუთი სოფელი დაგღლით, ანუ გეუბნებით, აი გამოგაცლით ყველანაირ არაქაც და როდესაც მთავარი რა არის? შეიძლება იცხოვრო ადამიანმა როგორ იცი, ინდიფერენტულად. შენთვის აკეთო ყოველდღე წამოდგე რაღაცა აკეთო, ქვეყანაში რა ხდება არ მაინტერესებს, იქ რა ხდება არ მაინტერესებს, კი ბატონო, მაგრამ რო დაგიდგება რაღაცა მომენტი, რო გაარჩიო ტყუილი და მართალი, ბოროტება და სიკეთე, თეთრი და ბნელი. აი ამათი გარჩევის მომენტი რო დაგიდგება, შენ ამას ვერ გაარჩევ. არადა ყველა ადამიანს დაუდგება, იმიტომ რომ ეშმაკი, ბოროტი არავის არ გაუშვებს ამ საცდურის იქით. ყველას დააყენებს გარკვეულწილად არჩევანის წინაშე, იმიტომ რომ მას სურს რომ ადამიანი არ ცხონდეს, მაგრამ უფალს სურს რომ ადამიანი ცხონდეს. ამიტომ ნახეთ, ქართველი ადამიანმა რატო, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რატო გამოარჩია საქართველო იმისთვის, რომ მისი წილხვედრი ყოფილიყო. სვავთ კითხვას, რატო, ანუ დედაუღვთისავ, რატო გააკეთა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ პასუხია იქიდან. თქვენში ვხედავ ადამიანებს და ჩვენი წინაპრები ზუსტად ესე იყვნენ, თქვენში ვხედავ ადამიანებს, რომელმაც იციან, რომ საკუთარ გულში უნდა ეძებონ ქრისტე და საკუთარი გულის სულის სიმყარე უნდა ქონდეთ, რომ გაარჩიონ ტყუილი და მართალი, ბოროტი და კეთილი, სიბნელე და სინათლე და როდესაც ადამიანი თვითონ ამას არჩევს, მაშინ უკვე გვერდზე მყოფ ადამიანის გახსოვთ, ანუ ცხონდი შენ, მოიპოვე სულიწმინდის მადლი შენ და შენს გარშემო ცხონდებიან და გადარჩებიან მრავალნი. ანუ ჩვენ გვინდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გვითხრა, რომ საქართველო არის ადამიანთა კრებული და ზოგადად ეკლესია იყო მთლიანად საქართველო. ამიტომაც არის ჩვენი მიწაწყალი მართლა რომ ხელი მოუჭირო თვითონ ნებისმიერ გოჩს, იქიდან ჩვენი წინაპრების სისხლი, ჩვენი წინაპრების ოფლი და ჩვენი წინაპრების მოკლედ დაღვრილი ცრემლი გამოედინება. ამიტომაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოარჩია მესულ, რატომ გამოგვარჩია დედაუღვთისა? იმიტომ რომ თქვენში ვხედავ ზუსტად აი ამ სიმყარეს, რომ თქვენ იცით, სად უნდა ეძებოთ ქრისტე. თქვენ არ ეძებთ მხოლოდ აქა ქრისტეს და გარეთ, არამედ პირველ რიგში თქვენი მთავარი სიმყარე ქრისტეში არის გულში და გულიდან გამოსულები მერე ბრძოლობთ სიმართლისთვის, გულიდან გამოსულები ბრძოლობთ მერე უკვე ისე იგი სიკეთისთვის და სინათლისთვის და სიმართლისთვის. დღეს სამწუხაროდ უბრალოდ აი ეს გვაკლია ჩვენ. ჩვენ ეს არ გვაქვს. და როდესაც ეს არ გვაქვს, ამიტომ დაბნეულები ვართ, სად არის სიმართლე? და მე რამდენი ხნის უკან გეუნებოდით გაიხსენე, რამდენი ხნის უკან ვიძახით, დავიწყოთ, სულ ამას გეუნებოდით, დავიწყოთ ამაზე ის, რომ ჩვენმა სამრევლო მაინც რომ ვისწავლოთ საკუთარ გულში ღმერთის ძიება, რომ მერე შემდეგ შევძლოთ თქმა, რომ გავარჩიოთ. ჩემი ნათქვამით კი არ გაარჩიოთ, ხალხო, თქვენ თვითონვე მიხვდეთ რა არის დღეს საკეთებელი. რა არის სწორი დღეს, რა უნდა ვაკეთო?
აი ხა იმ დღეს ვიდეო იყო, მისი უწმინდესობა ამას იძახდა, ახალგაზრდობის ის იყო, ვიდეო იყო, რომ ყველაფერს პატრიარქზე ნუ გადმოდებთ. თქვენც უნდა იბრძოლოთო, თქვენც უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და იბრძოლოთო. ამითი რა გითხრა პატრიარქმა? რომ მე ვერ გეტყვით ყველაფერზე მარჯვნივ წადი და მარცხნივ წადიო. ან უკან წადი და ან წინ წადიო. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეს ყველაფერი და ისმის კითხვა რითი, როგორ, რანაირად. თუ კი მე სიმართლეს ვეძებ იმაში, რომ ანუ რა მაწყობს? რომელი სიმართლით თუ დაიხემძღვანელო? აი აქაური სიმართლე. პატრიარქი გვეუბნება, რომ გულიდან გამოსული სიმართლით იმსჯელეთ, გულიდან გამოსული სიმართლით იბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ესა. ქრისტე გვეუბნება, იქიდან გვეუბნება, მადლი გვეუბნება იმას, რომ რა არის გასაკეთებელი და ამიტომ ჩვენ დაღლილი, დაქანცული ამ რაღაცა, ისე იგი ძალასთან, რომელთანაც ბრძოლა უწევს ადამიანს, წამოდგება, შინაგანად ჩფოთიანია, შინაგანად, რა ვიცი, განადგურებულია შინაგანად. აი ეს საშინელება ხდება თავისთავად. დღევანდელ დღეს აი ერთ ამუნარიც წაგიკითხავთ, სახურებაზე ეკითხება, დედა, ანუ იოაკიმ და ანა რას ეუნებიან საკუთარ შვილს. იცით თქვენ 3 წლისა იყო ამ დროს ღვთისმშობელი. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ დედა ღვთისმშობელმა აი ამ დროს დაიწყო უკვე ღვთის, ანუ სულიწმინდის მადლის მოსვლა და გულის დახვედრება. რა თქმა უნდა, ეს იყო ჭურჭელი სულიწმინდის. ნახეთ რას ეუნებიან, ტაძარში რომ მიიყვანეს, რომ უნდა დაეტოვათ, ნახეთ რას ეუნებიან. წარვეთ შვილო და იყავ ვითარცა კეთილსურნელება და მადლიარების აღვლენა მისთვის, ვინც ეს ყველაფერი გიბოძა და შეაბიჯე იქ, სადაც არ არის კარები, ანუ კარები ხილული კარები, ანუ იქ კარები არ არის. შეიმეცნე საიდუმლონი და მოემზადე თავად ღმერთის მისაღებად. წარმოიდგინეთ ახლა მშობლები ამას არიგებენ საკუთარ შვილს. ამდენს გყავთ შვილები ახლა. რას არიგებთ ხოლმე? დღეს საქართველოში მშობლები რას არიგებენ საკუთარ შვილებს? გადახედეთ უბრალოდ. და როდესაც ლაპარაკობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობაზე და აი ამ მდგომარეობაზე, რაც დღეს რას ვარიგებთ ჩვენ შვილებს, ქრისტიანებმა ავიღოთ, გარეთ აღარა მაქვს ლაპარაკი, რას ვარიგებთ ჩვენ შვილებს. მივხვდებით უბრალოდ, რომ ძალიან შორს ვარ და რატომ ვარ შორს? იმიტომ რომ იოაკიმ და ანას მსგავსად გულში არ არის სიმართლე. მათ ქვიათ წმინდათა და მართალთა მშობელთა, ანუ მართალი მშობლე, მართალი რა არის? სიმართლეს ატარებ, რა სიმართლესაც დღეს ჩვენ ვეძებთ, ეგ სიმართლე ქონდათ უკვე იოაკიმ და ანას გულში და ეს სიტყვები ამან ამოთქვა, იმ სიმართლემ ამოთქვა, შვილო, წადი, შეაბიჯე, იქ შედი, ღმერთს უძღვნიან საკუთარ შვილს. დღეს ვინ უძღვნის საკუთარ შვილს ღმერთს? დღეს მგლებად ზრდიან საკუთარ შვილებს. დღეს ვიღაცის უბედურებაზე, რომ საკუთარი ბედნიერება აგონა, ამათ ზრდიან საკუთარ შვილებს. და სიმართლე მოშლილია, ვინ შეაფასებს იმას, რომ ცუდად იქცევა ვინმეს შვილი? ვინ შეაფასებს? სიმართლე დაკარგულია. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩვენ მოკლედ გაგვაჩნია და პრობლემა გვაქვს. ამიტომ ღმერთმა ქნას დედა ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით, რომ აი ეს სამნაწილედობა ტაძრისა, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და სასუფეველი გაგვევლოს და ღმერთში გამდიდრებულიყავით. ფიზიკურად კი არ მოსულიყავით ხოლო ტაძარში და გამოგვიაროს ის გზა, რომელსაც სტოაში გამოვლაქვია და ტაძრის ცენტრში დადგომა და ჩემით ამადობით და სტიქაროსნები იქნებიან თუ ვინც იქნებია, ვისაც საკურთხეველში მსახურება არ გუნა ღმერთმა, ანუ სასუფევლის მსახურება არ გუნა ღმერთმა. წარმოიდგინეთ როგორი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ დედა ღვთისა არის მღვდელმთავრებით, ანუ ითვლება რომ მღვდელმთავართა ყველაზე დიდი მეუხი და მფარველი. რატომ ითვლება იცით? იმიტომ რომ მღვდელმთავრებს მოეთხოვებათ აი ამ სიღრმეებში წდომა. დედა ღვთისმშობლის ნაერები უნდა იყვნენ ჭრეტაში, სასულიერო პირები, იმიტომ რომ ჩვენ აგვდგევართ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსგავსად, როგორც საკურთხეველში, არა ფიზიკურში, არამედ სულიერ საკურთხეველში იყო შესული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჭვრეტაში, ღმერთის ხილვაში იყო შესული, ასეთი უნდა იყოს ყველა ის მით უმეტეს მღვდელმთავარი და მღვდელი, რომელიც ტრაპეზის წინ შემოდის, იმიტომ რომ ის არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსახიერება, იმიტომ რომ ადამიანთა შორის ამაზე დიდი არავინ არ ყოფილა, ვინც საღვთო მადლი დაიტია და ჩვენ ეს პატივი გვერგო. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყველანი, ჩვენი შინაგანი, რაზეც ვლაპარაკობ, თუ არც სტოვის ხალხი. ჩვენ საერთოდ ტაძარშიც კი არ უნდა გვიშვებდნენ. ჩვენ აი აქაც აი ახალი აღთქმის ადამიანი, ჩვენში ძველი ადამიანი არ მომკვდარა. ჩვენ ახალ აღთქმაში ვცხოვრობთ, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანები ვართ, როგორც მაშინ ომებითა და უბედურებებით, ერთმანეთის ქიშპობითა და იმით, ანუ აი ეს არ გაგვივლია ჯერ ჩვენ. ჯერ ჩვენ საჯულების ეპოქა არ გაგვივლია, ჩვენ ჯერ წინასწარმეტყველთა სული არ გვიგზნია შინაგანად. ნაწინასწარმეტყველები ღმერთისა, რომ ქრისტე მოვიდა და განკაცდა და ჩვენ უკვე აგვდგევართ. მე კიდე ჩემნაირი უღირსი აი აქ დგას და საკურთხეველს ემსახურება. და უკვე სასუფევლის მოქალაქე არის, ნახე, სასუფევლის მოქალაქე ვარ, გონებით ასეთი უნდა ვიყო, რა ის სასუფევლის მოქალაქე ვარ. და ამიტომ, როდესაც ამის ძიება არ არის და ყველანი ჩვენ წესით უნდა ვიდგეთ სტუაში, აი გარეთ უნდა ვიყინებოდეთ, ეხლა სტუაში უნდა ვიდგეთ და ჩვენ აქაც არ უნდა გვიშვებდნენ საერთოდ. ღმერთი აქ არ უნდა გვიშვებდეს, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ ახალი აღთქმის ადამიანები, გვეუბნება უფალი. არა, იმიტომ რომ თქვენ არ იცით რა არის სიყვარული. თქვენ არ იცით ღმერთი როგორც სიყვარულია, არ იცით. თქვენ არ იცით ის მცნებები, რომელიც მე სახარებაში მოგეცით, რას ნიშნავს, მისი არც შემეცნება გინდათ, არც იცით და არც მისი განხორციელება არ გინდათ. სად უნდა განვახორციელო ადამიანებთან ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი არ გინდათ, ამიტომ არ ხართ თქვენ ღირსები საერთოდ, მე ჩემი თამადობით ვიძახი, რომ არ ხართ დღეს რომ ტაძრის შუაგულში ვდგევარ ჩვენ. და მით უმეტეს არ ვარ ღირსები, როდესაც შინაგანად ძველი აღთქმის ადამიანი ვარ, მოვდივარ და ვეზიარები თვითონ ქრისტეს ვეზიარები, ანუ ახალი აღთქმის გვირგვინს ვეზიარები. და მე არა მხოლოდ ვეზიარები, არამედ საკურთხეველში შევდივარ და აღვასრულებ იმ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც ანგელოზებსაც კი გული უთქვამთო. ანუ ანგელოზებსაც კი უდიდესი სურვილი და წყურვილი აქვს იმას, რასაც ადამიანს ერგო პატივად და წილად, რომ აქ რაც ხდება, მათაც უნდა წარმოიდგინეთ, ანგელოზებს გული უთქვამთო, რომ აი ამ ზიარებაში შემოვიდნენ ქრისტესთან, ისე როგორათაც ჩვენ, მოკლედ ადამიანები, შევდივართ. და მე ჩემ თავზე ვიძახი და ჩვენ თავზე და ამიტომ, როდესაც ჩვენ ღვთისწყალობით, მოთმინებით, უფალი გვითმენს, ჩვენ ამას გვითმენს, მაგრამ ჩვენ კი არ ვთვლით იმას, რომ უფალი ამას გვითმენს, არამედ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ღირსები ვართ ამისი. და ეს, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სათბეველიცათა, დღეს სინანული საერთოდ გადავარდნილია და გაგდებულია ეკლესიის წიაღიდან. დღეს ადამიანს სინანული, სიმდაბლე, მორჩილება ზუსტად ისე იგი დასანახავად ვერ იტანს. იმიტომ რომ ეს შინაგან ცვალებადობას მოითხოვს. უსამართლობით პატივაყრილი ადამიანი, აი აქ ვიკრიბებით მერე ყველანი და მოკლედ აღვასრულეთ იმას, რაც დღეს აღესრულა. მე შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ვიღაცები ცუდად გაიგეს ან რაღაცა ვერ ხვდებიან აი ამას, რაზეც ვლაპარაკობთ, რომ ვიღაცები ეგრევე, რომ ამის კეთება არ უნდა ადამიანს იმას გაწერენ, რომ რა დროს ლოცვაა და მარტო ლოცვით არაფერი არ გამოდის, ვიცი რომ არ გამოდის. მე ვიძახი ერთი რამე, რომ აქ იყავი პირველი ერთგული, აქ იყავი ღმერთთან და მერე ნახავ როგორ საოცრებებს გააკეთე. მერე ნახავ გარეთაც როგორ იბრძვი მერე. შენი სამშობლოსთვის რა საოცარი მებრძოლი იქნები, არასოდეს არ დაიღლები. სიხარული გექნება გულში რომ იბრძვი. სიხარული გექნება და როგორც მოციქულებს ჰქონდათ, რომ ხელი რო გაარტყეს ქრისტეს სახელით, მოკლედ ხელი რო გაარტყეს ტაძარში, ხო? და რო გამოყარეს პეტრე და იოანე გარეთ რო გამოვიდნენ, ადიდებდნენ ღმერთს, რომ უფალო შენი სახელის ხსენების გამო ჩვენო ისე იგიო ხელი მოგხვდაო, ანუ ტკივილი განიცადეს და დაიგრუხუნებს იქიდან, ქუხილი იქნება, რომელსაც მხოლოდ ესენი იმას იზავენ, სადანაც ღმერთი ამცნობს, რომ ამ მადლიერებას, ანუ ამ ერთობას აუწყებს იქიდან.
ამაზეა აქ საუბარი. იმიტომ რომ ეს განსაცდელები არ დამთავრდება ხალხო. თქვენ უგონიათ ეს მორჩა ამ რაღაცა განსაცდელს გადავილი და განსაცდელებით იქნება სავსე, იმიტომ რომ უფალს თუ უნდა ჩვენი ცხონება განსაცდელებით გვაცხონებს. ერთ-ერთი მამა იძახის საოცარ რაღაცას. ბოლო ჟამსო ადამიანებსო არც სინანული ექნებათო, არც თავმდაბლობა ექნებათო, არც მორჩილება ექნებათო, იქნებიანო ამპარტავნებიო და იქნებიანო ეგოისტებიო და ამიტომ უფალიო მათო ძიმე განსაცდელებითო და ტკივილებით აცხონებსო. ამათი დათმენა მოუწევთო და ასე აცხონებსო. ამიტომ თუ ჩვენ ამის დათმენა არ გვინდა, ესე იგი ღმერთში უნდა გავდიდდეთ. რითი? თუ განსაცდელები არ გვინდა, მოვიდეს რა უნდა ვქნათ? თავმდაბლობა, მორჩილება, სინანული კონდეს, შინაგანი, არავინ გეუნება, გადიდა თავი მოუდრიკე და თავში არ თქმევინე ვინმეს. არა, შინაგანი სიმდაბლე კონდეს ადამიანს. და ღმერთი მდაბალ გულში მოდის, იმიტომ რომ ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. მადლიანი ადამიანი სხვანაირად იქცევა, მადლიანი ადამიანი სხვანაირად იცავს ოჯახსაც, სოფელსაც, ქალაქსაც და სამშობლოსაც. ამის თქმა მინდა ამდენი ხანია, წლები ამას გეუნებით და ეხლა კიდევ ვიმეორებ, განსაცდელი გვაქვს, მაგრამ უარესი გვექნება და მოვემზადოთ ამისთვის. ძალა არ გვეყოფა, დღეს იბრძოლებ, აი, ხვალზე გამოგაცლის ამ ძალას. თუკი შინაგანი სიმყარე არ გექნება. და როდესაც ბოროტისული ხედავს, რომ შინაგანად მყარია ადამიანი, მერე მიდის. და თუ საქართველოში ნახავს ბოროტისული და უფალი ნახავს, ყველაზე მთავარი რომ ღმერთის მომხმობი ადამიანთა რიცხვია უმრავლესობა და მართლა გულში დამტევი სამღვდელო ერი და ბერი, სამღვდელო და სამონაზნო წესი იქნება, მაშინ აუცილებლად ბოროტისული უკან დაიხევს და ღმერთი გვაცილებს ჩვენ იმას, რაც ისე იგი ჩვენი ცხონებისთვის არ არის საჭირო. ყველაფერს განგვაშორებს ჩვენგან, რაც ადამიანის დასაღუპად არის და მისი ცხონებისთვის არ არის. აი ამას უნდა მივხვდეთ ქართველი ადამიანები, რომ ეს იყო ჩვენი წინაპარი. ამითი ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი. და დღეს რო ეუნები სამღვდელო პირს გინდა, ვინმეს რო ეუნები, რო ესაუბრები ამაზე, არ არის მაგის დრო გეუნება, როგორ არ არის, ეს უნდა ვაკეთო და დანარჩენი კიდე აკეთე რაც გინდა, მაგრამ ამას თავარს მო დაივიწყე. დღეს მართა და მარიამი რა იყო? მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისათვის, მაცხოვარი მოვიდა, დარბოდა აქეთ-იქით, საჭმელები გაუმზადა, ამდენი და დაღლილმა, დაქანცულმა ბოლოს მივიდა და მაცხოვარს ეუნება. აყვედრისთან რას ეუნება? ვერ ხედავ რომ მარტო დამტოვა ამანომეო? ვერ ხედავ რომ მარიამმა მარტო დამტოვა მეო მსახურებათო? უთხარი რათა დამეხმაროსო, რატო არ ეუნები დამეხმაროს? რას ეუნება უფალი? მართა შფოთ ხარ და ზრუნავ მრავლისათვის. ანუ ძალიან ბევრ შფოთავ და ძალიან ბევრ ზრუნავ. აქა ერთისაა საქმე, რომ აქა ერთი რამეა ეხლა გასაკეთებელი რა. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოარჩია, ანუ სწორი ნაწილი გამოარჩია, რომელიც არასოდეს წაერთმევა მას. რას ნიშნავს ეს? ანუ იქ ქრისტეს ფეხებთან ჯდომა და მისი მოსმენა, რაზეც ვიძახით ახლა. მართაც გჭირდება მარიამიც. მაგრამ მართამ სუდა კონდეს მარიამის ქრისტემ უთხრა, რომ ეგეც კარგია, რასაც აკეთებ, მაგრამ მარიამისნაირადაც უნდა იქცეოდე, ანუ ჩემს სიტყვას უნდა ისმენდე. გული ჩემთან უნდა იყოს. და დღეს ადამიანი, რომელსაც ღმერთში გამდიდრება, ღვთის ჭეშმარიტებაში წდომა, გულით, ამას იცი რამ ხელა ღვაწლი უნდა? დამიჯერეთ ერთი წამით 5 წუთი რო დადგე ადამიანმა და გონებას მოუყარო თავი რო ღმერთი მართლა მოვიდეს, ამას იცი რამ ხელა შრომა უნდა? ეს ეზარება ადამიანს. ურჩევნია მოვიდეს ახსარებაზე თქვას, გონება მეფანტება, როდისმე აღარ გაგეფანტება? ეცდები რო არ გაგეფანტოს? და ამას რო იძახი მარტო მეფანტება, როდისმე ეცდები 5 წუთით მაინც რო არ გაგეფანტოს? რომ ღმერთი მოვიდეს, ამიტომ გაფანტულ გონებაში ღმერთი ვერ მოდის. გონება ეს არის ჩვენი კარიბჭე, საიდანაც ღმერთი გულში უნდა შემოვიდეს. და როდისმე შეძლებ ამას, არ შეძლებ. ამიტომ ჩემი ფიქრები, ჩემი ესე იგი სოფხედველობა, ჩემი ღირებულებები საერთოდ სხვაგან დაფრინავს. ღმერთი ვერ მოდის და 5 წუთი შეძელი, 10 წუთი რო გთხოვთ ხოლმე რომ დასხედით და იესოს ლოცვა ილოცეთ, რომ შეეცადოთ მანდ რომ ისე იგი ღმერთი მოვიდეს, მართლა ღმერთთან არავის არ უნდა ეს შრომა.
ურჩევნია ადამიანს, ისე იგი ჰექტარები დაამუშავოს, ურჩევნია ადამიანს ნებისმიერ რამე ფიზიკურად აშრომე, ოღონდაც სულიერად არ აშრომო, მაგრამ მოდის მერე პერიოდი, მოდის განსაცდელები, სადაც შენ სულიერი ძალა გჭირდება და წადი მერე და იშრომე, აბა და სხვა არაფერი რო არ იცის ადამიანმა, სხვა რო არაფერი იცის, აკეთებს იმას, ზოგადად რაც იცის. ქართველი ჩვენი წინაპარი ასე არ ცხოვრობდა. ჩვენი წინაპარი მიწასაც ამუშავებდა, შრომობდა კიდე, ოფსაც ღვრიდა, სისხლსაც ღვრიდა, მაგრამ ღმერთი მუდმივად გულით დაქონდა. არც ერთ მეფეს არ უთქვამს, არასოდეს არ უთქვამს, არც ერთ მეფეს ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა, რომელიც ვახტანგ გორგასალმა თქვა. არასოდეს არავის არ უთქვამს, ამხელა მონარქი. რატომ თქვა ეს? იმიტომ რომ ამხელა მონარქმაც კი, რომელიც ომში დარდიოდა და იბრძოდა, ამხელა მონარქმაც კი იცოდა, რომ ვერ გააკეთებდა ამას, თუ კი მას ქრისტე გულში არ ეყოლებოდა. ამისთვის სიკვდილს ეძიებდით. და ყველა ბრძოლის წინ მზად იყო ამისთვის სიკვდილით მომკვდარიყო. იმიტომ რომ ქრისტე გულში ყავდა მას. დღეს დღევანდელ ადამიანს ხემძღვანელობები უნდათ, ხემძღვანელები არიან, ვიღაცას ხემძღვანელობა უნდათ, მთავრობაში არიან, მთავრობაში მოსვლა უნდათ, გაგონება არ უნდათ, რაზეც ახლა ვსაუბრობ. და ისმის კითხვა ეკლესიისთვის რა? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციოს, ჩემო საყვარელო ადამიანებო და აი შინაგანი ძიების უნარი და ძალა მოგცეს. ღმერთმა საქართველო გადაარჩინოს, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი მადლით, თავისი მაგალითით, როგორც ის შევიდა წმინდათა წმინდაში და გული დაუთმო ღმერთს, ასე ამრავლოს საქართველოში ასეთი ადამიანების რიცხვი, მართალ მორწმუნე, მართლა ჭეშმარიტებისთვის და სიმართლის მაძიებელი ადამიანები და მოკლედ გაამრავლოს ჩვენი ერი, ცოდვაზე უარი გვათქმევინოს, საშინელ ცოდვებზე, რომელსაც ჩვენი ერი ჩავდივართ და სინანულად მოგვაქციოს, თამდაბლობა გვასწავლოს, ერთმანეთის მორჩილება, ატანა, გატანა, სიყვარული გვასწავლოს, რომ ასე ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვადიდებდეთ ყოვლადწმინდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მრავალ ღვთისმშობლობას დაესწარით.